სამედი საკითხი არის მუდრიანად დასაყიდველი და მემეგეთი უპარლამენტის წესრიგს მის შესაძლებლობით კონკრეტულად დავიკავოთ წინააღმდეგობის ვინმე ექსპერტული სცენარი გაიზარდა 2025 წლის დაფიქსირებული ბიუჯეტის შემოსრულობის ნაწილი და ასევე გაიზარდა შესაბამისად განსახილებში სოფლის ხარჯების პროგრამის დაფინანსების თანხა. ექსპერტული საკითხი იყო მოდელებული მეორე საკითხის ცნობის საკითხი არის იგივე საკითხის სტიკის შედეგების კვალიფიკაციო მონიტორინგის მუქი აპროცესის სრულიადთან დაკავშირებით. გოგიელა მოახსენებთ რომ გამოიყოს სტიკის შედეგების კვალიფიკაციო მონიტორინგის აპროცესის ფარგლებში 400,000 ლარი თანხის ასახონოხდა როგორც შემოსრულების ტრანსფერების მოხში ასევე გადასახადების ნაწილში საწარმოების და საფინანსო რეალიზაციის არაფინანსური აქტივობის მოხში. ანაძრის გამოყენებულება მაშინასაც მოსაკითხო გადავიდეთ მესამე საკითხს ესაა აფხაზეთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის სტანდარტში დაფიქსირების შესახებ შეკითხვები თუ გვაქვს ანაძრის გამოყენებულება მაშინ პროექტის სტანდარტში გავამტკიცოთ პროექტის გადაგასულოთ საქართველოს 25 წლის 21 თებერვლის ნომერ 318 განხილვის საფუძველზე ახალციხის მუნიციპალიტეტს გამოიყო სპეციალური ტრანსფერი 500,000 ლარი. ახალციხის მუნიციპალიტეტის 25 წლის ბიუჯეტის შემოსრულების ნაწილი სულ შეადგენდა 50,727,255 ლარი. ხოლო გადასახადების ნაწილი 51,602,295 ლარი. შეკითხვები თუ გვაქვს პრიორიტეტების იგივეა. პრიორიტეტების დამახსოვრდით არის ამბავი. მაშინ დაუჭიროთ ხარისხებებს მეოთხე და მეხუთე სპეციალიზაციის გადაწყვეტილება. ლიქცესრიგი მეექვსე საკითხზე formuluje 375 ერთეული ხელშეკრულება, მათ შორის ელექტრონული ტენდერის მეშვეობით გახდა ასეთი ხელშეკრულება საერთო დირექტივით 19,26,000 გამართლებული შესწავლის მეშვეობით გაფორმებული იყო 256 ხელშეკრულება, დირექტივით 2,933,000 კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობა მიიღო 28 შემთხვევაში, საერთო დირექტივით 1,74,000 ლარი. ანუ ჯამში 375 ხელშეკრულება იქნა დაგებული მუნიციპალიტეტის მიერ. შეკითხვები თუ გვაქვს, ბატონებია? ანაძრის გამოყენებულება დაუჭიროთ თორე ქალაქ-ახალციხის ტერიტორიაზე კომერციული და მრავალბინიანი დანიშნულების ობიექტების განსაზღვრა 5 ლარი, გამოდევი არის არაუნდესახი უნდა იყოს და ჩვენამდე 5 ლარი. ინდივიდუალური და სააგარაკო სახლებისთვის არის 1 ლარი. მაშინ დავით კონკრეტულად დავიკავოთ. გადავიდეთ ლიქცესრიგის საკითხის იოგი გვენია. სოფლის მოსახლეობის კატეგორიებით მუნიციპალიტეტი ეკონს საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტის საზოგადოებრივი ახალგაზრდული ცენტრის მოსახლეობის სოფელში ვერვაკოციერების აკაუნტში ტერიტორიაზე რადგან მუნიციპალიტეტის საკუთრების შორის იყო კერძო საკუთრის ქონება. ისე მართული კაკუნეციის სამეთოსთან ათერთმეტ ვახტის ვიდრობიკაციას და კერძო საკუთრებას დამიტასურა თანხობა საკუთრება ახალგაზრდული ცენტრის მოსწავლეს შემოშევი. გასაგებია კითხვები თუ აქვს? მაშინ დაუჭიროთ ხარი
გადავიდეთ ისეს რიგის მეცხრე საკითხზე. კითხვები თუ გაქვთ? მაშინ დავუჭიროთ ხარი ხალხსურებას გოლფენის სახელი დაგიდასტუროთ. გადავიდეთ ჩვენი ისეს რიგის მე-11 საკითხი ერთი არის საპრივატიზაციო ობიექტების ნორმის დამტკიცება და იგივე გეგმის დამტკიცებაც. ასე იგი კითხვები თუ გაქვთ? მაშინ დავუჭიროთ ხარი გოლფენის სახელი დაგიდასტუროთ. საჯარო სამსახურის შესახებ კანონში დეკემბერში შევიდა ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს ყველა საჯარო დაწესებულების და ჩვენ შემთხვევაში საკრებულოს აპარატის უფროსის პოზიციის ადმინისტრაციულ ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა პოზიციაზე მიკუთვნებას. აქედან გამომდინარე ჩვენ განვახორციელებთ წინა ცვლილება. ახლა საჭირო არის რომ საკრებულოს აპარატის დებულებაში აღნიშნული ცვლილება ავსახოთ და გაიწეროს სულ ყოველდღე სიტყვით ჩასწორება დაკეთებული და ამაზე გვაქვს წარმოდგენილი ეს ცვლილება და საჭიროებს საკრებულოს განხილვას. კითხვები თუ არა გაქვთ? მაშინ დავუჭიროთ ამ ცვლილებებს გოლფენის სახელი დაგიდასტუროთ. გადავიდეთ ისეს რიგის მე-13 საკითხზე. ეს არის საქართველოს რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ახალციხის მუნიციპალიტეტის დასახლებაში დასაფინანსებელი პროექტების დამტკიცების შესახებ. მიმდინარე წლის 6 თებერვლიდან 24 თებერვლისში ჩატარდა აბსოლუტურად ყველა დასახლებულ პუნქტში ყველა სოფელში ჩატარდა მსგავსი კრებები შეხვედრები, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის შეერთების შედეგად გამოიყენა პრიორიტეტები და შესაბამისად წარმოდგენილია აღნიშნული დოკუმენტით ეს განახის სახით. თუმცა საუჭირო ადგილობრივმა მინდა დავწინო რომ გარდა ირექციის 12,000 ლარის საგულოს გამოყოფილი ცენტრალური ბიუჯეტიდან ადგილობრივ ბიუჯეტში გვაქვს დამატებით განადაფინანსების სახით 918,000 ლარი, ანუ ჯამში 1,5 მილიონი იქნება სოფლის პროგრამის დასახელება და პროცესი. შეკითხვები თუ გაქვთ? მაშინ დავუჭიროთ ხარი გოლფენის სახელი დაგიდასტუროთ. ისეს რიგის საკითხი დახილული იქნა. ამიტომ დღევანდელი საკრებულოს ფორმა დახურდა გასწავლ.